მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, კაპროვანის სანაპიროდან. ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გადაცემათა ციკლს ბრეხალოვკა. დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი სოხუმელი ამირან გაგუა. ჩემო ამირან, ჩვენთვის ახლა ისეთი მშობლიურია და ისეთი სამოა კიდევ ვიტყოდი, აი ეს ტალღების ხმა, შავი ზღვის ტალღების ხმა და ჩვენ ვართ ახლა შავ ზღვასთან. ხარშავდი იმ დიდებულ ყავას, რომელიც არავის არ ეშლებოდა, რომ ეს სწორედ ამირანის მოხარშული ყავა აქვს ქვიშას. აიხარეს მადლობა. უამრავი ყავახანა ქონდა სოხუმს, კაფეები ქონდა და ეს იყო ღია კაფეები, ღია ყავახანები. ჩვენი ქალაქი იყო მეტი ურთიერთობების, მეტი კომუნიკაციის, მეტი გაცნობა და რაც თავარია იყო ძალიან დიდი სილაღე და ამირან რა მაინტერესებს? საიდან ეს ყავის მოხარშვა? მე ვიყავი პირველი ქართველი, ვინც დაიწყო ყავის მოხარშვა. მე არასდროს არ მიფიქრია ამ პროფესიაზე, რომ მე ოდესმე მოვხარშავდი ყავას და ყავის ხარშველი ვიქნებოდი. იმიტომ კი არა რომ ეს ცუდია. როდესაც გაიხსნა პინგვინი 76 წელს, ზამთარში ვიღაცამ თქვა, მოდი ყავა გავაკეთოთ. მე არ მითხრეს, რომ ამირან მიდი შე ყავა გააკეთებო. და ვხედავ, ეხლა არ მახსოვს მაგის სახელი გვარი ჩვენთან მუშაობდა გოგონა, ნახინსყი და მაგი და ხედავ რომ აკეთებს ამ ყავას ხარშავს. და მომეწონა და მე მივედი და ვეუბნები. შეიძლება მეც კიდო გავსინჯო? კი, აიღე გასინჯო და გავაკეთე ესე იქით, აქეთ რაღაცა და რო ადუღდა ეს ყავა რო ჩავაგე და მომეწონა ეს სიტუაცია. ხო და ვიფიქრე, აი ეს უნდა გავაკეთო ჩვენ. ნახინთან ერთად უნდა იყოს აქ ყავა. და თქვენ უცებ თავიდანვე გააკეთეთ ცხელ ქვიშაში? ცხელი ქვიშა. ხო, ქვიშა, თავისი დანადგარი დანადგარი იყო ყველაფერი, მაგრამ არავინ არ ხარშავდა ამას და ეს ყველაფერი დაიწყო ზამთარში. და გავხსენი ჩვენ პირველ ივნის 76 წელს. კოქტეილები იყო, კოფე გლასე, გახსოვთ ალბათ სოხუმელებს ახსოვთ, ყავა ნახინთან. ძის კოქტეილი იყო კიდე საინტერესო. ესე იგი რო ხარშავ ქვიშაზე, იქ ყველაფერი თავისი არომატი ყავის, ყველაფერი რჩება შიგნით. იქით-აქით ხო დაგაქვს ეს ჯეზვე. აი ცოტა რო წამოდუხდება, ნახევარი უნდა გადაასხო და მერე უნდა მოადუღო და ეს არომატი ყავის რჩება იქ. ეს ჯეзвეც რომელია საუკეთესო, რომ ყავა რომელ ჯეзвეში იხარშება. ეგ არის რამე ლითონი, სანსპილენზია. მაქვს და განახევთ მე რომ. ვიღაც ოსტატი აკეთებდა ამას. კი, აკეთებდა ჩერნომორესთან მუშაობდა. მარტო ეს კაცი აკეთებდა მაგას. ჩინებულად ამზადებდა. ხელით დამზადებული იყო. პერჩიკი ერქვა. პერჩიკი და ბუკვა პე ქონდა ის. ამოტვიფრული იყო იმაზე. სხვაგან არცად არ კეთდება. ხო ვიღებდი შეკვეთას. აი მე მინდა თკბილე, მე მინდა საშუალო, მე მინდა უშაქრო. და ამას ვაკეთებდი არ მეშლებოდა ეს ყველაფერი დაალაგებულად კონდე და 15 წალი. და მე მოურევდი და ამზადე. პინგვინი ვინ შეარქვა, ან ვინ ააგო შემდეგ აი ეს შენობა? ჩვენი სოხუმელი ომარი ლოლოა, ომიკა, თელე სოხუმი, თელე აფხაზეთი, საქართველოს ისნობს ამ ადამიანს. მაგის დაარსებული არის კაფე პინგვინი. პინგვინი სახელწოდებაც კიდო მაგამ მოიგონა. ბარი აპრაკიდო მაგის გაკეთებულია, აშენებულია მაგის. აპრა ეს უკვე უშუალოდ პორტში იყო. პორტში დიახ, სადაც გემები ადგებოდნენ, აი ზევით მეორე სართულზე იყო და ყველას ახსოვს ალბათ ცხონებული ის რო იყო ბარმენი სერგეი. ხო და შენი პინგვინი იყო სულ აი ლამაზი ფოტოებით აჭრელებული, ასე ვთქვა. ეს ფეხბურთის. კი. ინტერის, რომელზედაც მაინც ბევრი რამ სოხუმელებმა არ იცოდნენ და შენ მას აცნობდი. სოხუმში იყო ასეთი პიროვნება, ტოლიკ მუსიკა. და მაგი მეხმარებოდა ამ ეს გაკეთებაში. და მართლა ლამაზი სტენდი გამოვიდა. მაშინ დეფიციტში იყო, სად იყო კაცო,
ეს რა ქვია ფეხბურთელების სურათები და რაღაც. და ვშოულობდით. და ვაკეთებდი ამას და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. გულშემატკივრები სპეციალურად მოდიონ და რო ენახათ ეს სურათები. მე გარდა ამისა ჩვენ მქონდა კარგი და იმ დროს ფერადი და დიდი ტელევიზორი, რომელიც იშვიათობას წარმოადგენდა. ფეხბურთის ყურება გარეთ ტელევიზორში. ეხლა შეიძლება ეს სასაცილოდ ისაა, მაგრამ მაშინ არცად არ იყო არც ერთ ქალაქში საბჭოთა კავშირში ეს მიღებული. მე მაგალითად არცად არ მინახავს. არც მოსკოვში, არც სტალინში, არც ლენინგრადში გარეთ არავინ არ უყურებდა ფეხბურთს. და ამასთან დაკავშირებით ბევრი რაღაცა შემიძლია გითხრათ ფეხბურთზე და ტელევიზორზე. შენთან იკრიბებოდა გულშემატკივრები და მახსოვს ერთი თამაში იყო საბჭოთა კავშირი იტალია. კი, ეს იყო 88 წელს ევროპის ჩემპიონატი. ესე იგი ტელევიზორი გამოტანილი მაქვს პრაკატზე, ასე ვთქვათ, და დავდებით გარეთ. და სკამები, რაღაცა ეს დამსვენებლები, გაგიჟებულები არიან, ხო არასდროს არ იყო, ხო, წეღან ხო გითხარით. და здесь можно посмотреть футбол, да, конечно, можно посмотреть футбол, да. ესე იგი თამაშობს იტალია და საბჭოთა კავშირი 88 წელი ევროპის ჩემპიონატი. იტალიელები ძალიან ცუდად თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ძალიან უჭირდათ, ან იყო ფრე, ან იტალია აგებდა. იტალიის მოგებული საბჭოთა კავშირისთვის რაღაცა მე არ მახსენდება. და მოტანილო მაქვს ახლა ეს ტელევიზორი და დღეს საღამოს უნდა იყოს იტალია და საბჭოთა კავშირი. აჟიოტაჟი არის, თელმა ქალაქმა იცის, რომ ტელევიზორში იქნება ეს ფეხბურთი გარეთ, დაიწყო თამაში. ჩვენ ვართ 1-4 კაცი, ვინც არის იტალიის გოლშემატკივარი. დანარჩენი არის ამ SSR-ის და ვაშე სოხუმში მიღებული იყო, რომ უმეტესობა გოლშემატკივრების იყო ბრაზილიის, ხო, ფანები იყვნენ ბრაზილიის ნაკრები. მე არა, მე ვიყავი ყოველთვის იტალიის და ეხლა კიდევ ვარ. დაიწყო თამაში. ძალიან მაგარი სასტავი ყავს ამ იტალიას, ძალიან მაგარი, მაგრამ ვერ თამაშობ. ჯობია SSR-ის ნაკრები ჯობია. ნერვიულობას არ მინდა იტალია როცა აგოს. პირველი ნახევარი თავდება და წამოვიდა წვიმა. და მე ვეუბნები ამ ხალხს, წარვზანდეთ ბატონო სახში, ეს გადაიცვალა ეს ტელევიზორი, და პატარა ქალაქი არის და 15 წუთში ყველა მოასწრებს სახში გისვლა. რა თქმა უნდა, ეხლა ყველა დათანხმდა, იმიტომ რომ მაგარი წვიმა დასვა. ავიღე და ეს ტელევიზორი შევიტანე შენით პინგვინში. ვართ მე, ცხონებული ვაჟა პაკელიანი, საშა მამაცევი, აფხაზი ჩვენი ისა მეზობელი პინგვინის წინ ცხოვრობდა. და კიდევ ერთი არ მახსოვს ვინ იყო მეოთხე. მეორე ნახევარი დაიწყო, იტალია აგებს 2-0-ს, დრო არის ალბათ პირველი საათი დაწყებულია ღამის, გაჩერდა მანქანა და ვიღაცა ქალბატონი ვიღაცას ეუნება. ბოდიში რუსულად უნდა ვთქვა და это кафе пингвин, из бичи ეუნება და кафе пингвин. Амиран здесь работает. ეხლა ამიჩვა რატო დაიცოდეს? ამირან здесь работает. გავლილი იყო ვიღაცა. არა, ვიღაცა ახლობელი იყო, ალბათ პილგუში დადიოდა და ეუნება და здесь работает. А где он сейчас? პირველი სახევარია где? აი გესმითო? ფეხბურთი არის ტელევიზორში უყურებსო ალბათ შენ. ამათ ეს არ ესმით ეს ლაპარაკი. ჩანძრალები არიან ტელევიზორში, ფეხბურთში არიან და მე ავდექი და მივდივარ კარებისკენ. და გაიღო ეს კარი, სანამდე მე მივედი და ორი ლამაზი ქალბატონი თეთრ ხალაში ჩაცმული, უკავიათ ეს სასაფრო დახმარების ჩანთა. ერთი იყო ქართველი, მეორე რუსი. და რუსი ქალბატონი მეუბნება, "Добрый вечер." ესენი ასე უყურებენ ჩემი მეგობრები. რა უნდა სასტრაფოს პილგუში ღამის პირველი სახევარი. Добрый вечер, ვეუბნები. Кто из вас Амиран? მე ვეუბნები, მე ვარ Амиран, я Амиран. Вам плохо? არა, მე ვუთხარი, мне хорошо. და გამიბრაზდა ეს ქალბატონი. "Как хорошо?" ეხლა დარეკესო სასტრაფოშიო. და გვითხრესო, რომ побыстрее приезжайте пингвин. Амиран там работает, у него прединфарктное состояние и спасайте. და 5 წუთში უკვე ვართო აქაოდა, თქვენ მეუბნებით, კარგად ისო ვარო. მე ვეუბნები, კაცო, თქვენ გინდა ცუდად რომ იყო ვარ კარგად და
და პაშლი ვიოდა რაღაცა ბოდიში და შეეგინა ამ ქალბატონმა და წავიდნენ. ვინ არის ბიჭო, ვინ ვინ დარეკა? რა ვიცი, მეუთხარი ალბათ იტალია რო აგებს, ვიღაცა მიხუბრა და ასე. და გათავდა ეს თამაში დამთავრდა, წააგო იტალიამ. კარგი. მეორე დღეს მოვდივარ სამუშაოზე. აი ზღვის პირით მოვდიოდი ფეხით. და ის რო იყო ჯარისკაცის ობელისკი, სასტუმრო თბილისის წინ. აი შეხვდნენ დამსვენებლები ცოლქმარი. Здравствуйте, Амиран, здравствуйте, ვეონები. გამოვიარეთო ეხლა თქვენ პინგვინთან და რაღაცაო ტრაურნი დროშა სავით კიდიაო შავი გაშავებული უიმები მე ვფიქრობ ვინ ჩამოკიდა რა ტრაური და ჩხარა წავედი და ხედავ როგორ მოასწრეს როგორ გააკეთეს გაშავებული ეს დროშა ჩამოხსენი უცბად და ეხლა მინდა კარი გავაღო პინგვინეს და დიდი ქაღალზე დახატული თვითმფრინავი 11 ილუმინატორები თავები ფეხბურთელის ძალიან მაგარი დონეზე შესრულებული ნახატი იტალიურად ეწერა არივიდერჩი იტალია ხო გამოვარდა და არივიდერჩი და ეხლა რამდენი დრო გავიდა 88 წლის შემდეგ და ეხლა კიდევ არ ვიცი ვინ გააკეთა ეს მაგრამ მაგარი ხუმრობა იყო ძალიან მაგარი ხუმრობა ინტერის გულშემატკივრობა მე დავიწყე 66 წლიდან. ინტერი ხო ნანახი არ ვყავდა მე. სად იყო რომელ გაზეთში დაწერდნენ მაღაზია. იყო ფუტბოლი, ლელო და სოვიეტსკი სპორტ, ხო? ვინ წერდა ინტერზე ან არავინ არ წერდა. ინფორმაცია მჭირდება ამ ინტერზე რაღაცა რო წავიკითხო. საიდან უნდა მოვიტანო ეს ინფორმაცია. არავინ არ წერს. ჩვენთან ეზოში, სადაც მე ვცხოვრობდი დადიოდა ერთი სომეხი მამაკაცი ემიგრანტი საფრანგეთიდან. ეს ომის შემდეგ რო გადმოვიდნენ საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად, ჩამოსული მერე სოხუმში მუშაობდნენ კერავად. მარსელიდან იყო ეს ადამიანი. თვითონ ეს კაცი მეუნება. მე ვხედავ შეწუხებული ხარო, ნეტო უდიბე ინფორმაცია ნაშოდ ინტერა და წადი ბიზიკო ეგერს აფხაზეთი რო არის სასტუმრო და იქ იყიდებაო იტალიური კომუნისტური გაზეთი უნიტა. იქ შეიძლება რაღაცა ნახო. კი ბატონო და სკოლის შემდეგ წავედი. ნუ ქალბატონი ზის გამარჯობა გაგემარჯოს. და რუსულად ვეკითხები. უასეს იტალიანსკი კომუნისტическая газета უდიტა. მაგი ხო ხედავს მე სკოლის მოსწავლეა და ახალ вы что читаете на итальянском? ვეუბნება ეს კაცი. არა კაცო მე ვუთხარი მე ინგლისურ სწავლობ სკოლაში და ეს ასოები ხო გავს ერთმანეს და მე ინტერის გულშემატკივარი უხსნი ეხლა ამ ქალბატონს. და მინდა გავიგო ვინ რომელ ადგილზეა, როგორ ითამაშა, როგორ არ ითამაშა. ორი კვირის შემდეგ მოდიო. და შეიძლება რაღაცა სპორტი იქ იყოს ბოლო ბერგზე. და მოვედი ორი კვირის შემდეგ მართლა იყო ეს გაზეთი და მართლა ეწერა ვინ როგორ ითამაშა ტური იტალიის ჩემპიონატის რომელ ადგილზე იყო ინტერი ვინ შეხვდა როგორ ითამაშა და ყიდულობდი აი ასე დავიწყე მე ვფიქრობდი აი ოდესმე მოხვდები მე მაგ სტადიონზე სან-სიროზე მოვა ისეთი დრო რომ მე იქ უყურო ჩემ გუნდს და რაღაცა და ამიხდა ეს ოსნება და სამჯერ ვიყავი და უყურე იქ ინტერს აი ასე გავხდი მე ინტერისტი ქონდა შენ იდეა რომ მოგელოცა იტალიის ნაკრებისთვის გამარჯვება. ეს 82 წელი იყო ბატონო გურამ იტალიის ნაკრები გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. გახსოვთ ალბათ პაოლო როსი 3 გოლი ბრაზილიის კარში მოიგო და გახარებული ვარ მეორე დღეს მოვედი პინგვინში ეიფორიაში ვარ და ამ დროს მოვიდა თავისი ზაპაროჟეცით ჩვენი აფრაში რომ მუშაობდა ბარმენი სერიოჟა გადამეხვია მომილოცა იცოდა რომ იტალიის ისე მეც მეულოცა და სერიოჟას ვეუბნები სერგეი მე მაქვს იტალიის ფედერაციის მისამართი რომში მოდი მე და შენ წავიდე და დეპეშა გაუგზავნოთ და მიულოცოთ ამ იტალიელებს რომ საქართველოში არიან იტალიის ნაკრების გულშემატკივრები და გავაკეთოთ ესა ბიჭო ეს რო გავაკეთოთ მე კგბ-ში უნდა წავიდე ეხლაო და უნდა გავიგო შეიძლება ალბაბის გაკეთება თუ არაო და კარგი მე ვუთხარი წადი დაგევოდები და წავიდა დაბრუნდა ერთ 40 წუთში
ჩამოშვებული ცხვირი რაღაცა არ არის ხასიათზე. რა ხდება სერგეი? ბიჭო, კიდო კარგი არ გავაგზავნეთ ეს დეპეშა. რა არის რა მოხდა? მივედი არ ვიცი მეორე ადელში მივიდა თუ რაღაცა. ადელში მაგას ისნობდნენ, პრივეს სეროშა რა ხდება? ასეო მე და ამერანსო გვინდაო გავაგზავნოთ დეპეშა რომშიო და ამერობა ის მისაბარტიო და რას მირჩევდო. ასე ვიყურა ადელის უпросто და მითხრა вас негодяев надо арестовать за то, что вот это мысль у вас в голове. Когда მოვუთხარი სერგეი, რო გამეგზავნა ხო? სუდა დიქნებოდა ჩვენი ამბავი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა მიუახლოვდა დასასრულს. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე.